როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ, როგორ უყურებს თქვენს ურთიერთობას დღევანდელი გადმოსახედიდან. თუ მიხვდებით, რომ თქვენზე ეს გაშლა და გიგრძნობთ გული ან რა ვიცი, ინტუიცია, იმიტომ რომ აქ სასწაულებს თქვენი ინტუიცია ახდენს და მეტი არაფერი. ამიტომ სასიამოვნო მოსმენას გისურვებთ. და რა თქმა უნდა, ტრადიციულად უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, დადებითი კომენტარებისთვის, ძალიან მიყვარხართ და როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი ტრადიციულად. ნახოთ აბა. დღევანდელი გადმოსახედიდან. მინიშნებებს თუ დაუჯერებთ, სასიამოვნო მესეჯი მომივიდა და შეიძლება თქვენს დაუკავშიროთ ამ გაშლას და მიიღოთ ის მესეჯი, რაც თქვენ გაინტერესებთ. დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ უყურებს ამ ურთიერთობას, ნახოთ. და მაინც არ მქონდა ეს გათვლილი, მაგრამ თითო როგორ უყურებს ერთია და ჩვენ რაღაცა ისე ვართ ეს ქალთან მოდგმა, რომ ძალიან თლიანობაში ძირითადი სიტყვა მამაკაცის არის. ასე გამოდის, მაინც ჩვენ ხო ვერ დავიწყებთ ახლა მაინც აქტიურობას ძალიან ზედმეტად მამაკაცს რამე თუ არ უნდა. ამიტომ თქვენ როგორ უნდა შეხედოთ ამ ყველაფერს, ესეც ძალიან აუცილებელია და აქედან უნდა იმსჯელოთ საერთოდ. ის კი არ არის ზოგადად, რომ მე ასე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ თქვენც ასე ფიქრობ და ვინც არ ფიქრობთ, დაფიქრდეთ ამაზე, რომ მამაკაცმა თქვენს მიერ ჩაფიქრებულმა არ ვიცი არ აქვს მოკლედ მნიშვნელობა, იმაზე უნდა იფიქროს თუ როგორი შანსი აქვს, რომ შენთან აქვს ურთიერთობა და მან უნდა იცადოს, რომ აი როგორ გაუმართლა შენთან რაიმე გადაკვეთა თუ ქონიან, თუ ექნება და როგორ გაუმჯობესებს ამ ყველაფერს და თქვენ არ უნდა ინერვიულოთ მაგაზე, აი ნეტა ამას თუ იზამს და მე ძალიან ბევრი კომენტარი მხვდება ჩემთან TikTok-ზე, რომ დაბრუნდეს და მეტი არ მინდა არაფერი და არასდროს არ იმუშავებს, ასეთი მამაკაცი არ ბრუნდება მართლა. ამიტომ იმაზე იფიქრებთ, რომ როგორ გაუმართლა ამას, როგორ გაუმართლა, რომ ჩემთან აქვს ურთიერთობა და ეს ენერგიები კარგად მართით. ამიტომ ძალიან კარგად მუშაობს. როგორ უყურებს, აბა ვნახოთ. გამარჯობა. როგორ უყურებს? პირველ რიგში უყურებს ესა დისტანცია. ანუ არის გარკვეული დოზა ურთიერთობის, რომ ამის იქით არ შეიძლება. მეჯაჭულობა ვნება, ვიტყოდი არასისტემატიური ინტიმური ურთიერთობაც, რომ ამის გარეშე არ შეიძლება მისი აზრით, მაგრამ ესიც არ არის სტაბილური. ამასაც ვერ შემოგთავაზებთ, ახლა ბევრი აუდიტორია დიდია და ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბევრს ესეც არ ექნება ეს ხანგრძლივად, სისტემატიურად. უყურებს შორი ახლოს. არანაირად არ შემოგიშვებს მის სივრცეში და თვითონაც აკონტროლებს ემოციებს, დამოკიდებულებას და ცოტა იცი როგორი რაღაც იმალება, რომ აუცილებლად ამას გამოვლილი აქვს რაღაცა პერიოდი, სადაც ეს ველი უარყოფითი პროგრამები თავს იჩენს, გვეცნობიერმა რომ იცის რაღაცა სიგნალების მოცემა. და მოკლედ ვერ აქვს კარგად გარკვეული თავის თავში რა აწუხებს ბოლომდე, იმიტომ რომ ძალიან უარყოფითად აღიბეჭდება თქვენთან ურთიერთობაში. ამიტომ დღესდღეობით უყურებს ძალიან ფრთხილად, განიხილავს რა თქმა უნდა ინტიმურ ურთიერთობას და ბევრისთვის ეს არ იქნება სულ ეს იქნება სამწუხაროდ დღე-გამოშვებითაც არა, მაინც ყველა სხვადასხვა ურთიერთობა აქვს და უნდა განვიხილოთ. თუ რა თქმა უნდა სამკუთხედი ოთხკუთხედები არსებობს, გეტყვით რომ ანუ ინტიმესიკით არ გავა ეს ურთიერთობა და იმაზე მეც ვერ მოგცემს და არ მოგცემს, რაც შეიძლება შენ გინდოდეს. ამიტომ თუ თქვენ მსგავს ვიბრაციებში ხართ და გრძნობთ ასეთ დამოკიდებულებას, გააგრძელეთ ყურება. ამას სიურპრიზად მე შევხედავ, მე მაინტერესებს ახლა ეს. იმიტომ რომ მე უყურებ ადამიანს, რომელიც არის შეშინებული, დაძაბული, თან გიცნობს ძალიან კარგად, გამოვლენით შეიძლება გქონდეთ ძალიან ისე ვთქვათ ჯოჯოხეთური დღეებიც. ამიტომ
ნება, ინტერესი, მაინც აქვს დარჩენილი, საიდან წამოვიდა ეს, ანუ რატო არის დღეს დღეობით, ისი როგორია დატრიგერებული ადამიანი დღეს თქვენზე, ამ ურთიერთობაზე როგორი უარყოფითიც არ უნდა იყოს ეს ყველაფერი და მე გეტყვით რომ მაინც უარყოფითია ეს. საიდან წამოვიდა ეს, რა არის, საიდან ხო, სამიანი ხმა. საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი? მაინც მე ვიტყოდი, რომ ყველაფერი არ იწყებოდა ისე სერიოზულად შეიძლება. შეიძლება ახლა მამაკაცია და ყველაზე ვერ ვიტყვით, მაგრამ არ ეგონა მაინც ასე სერიოზულად თუ მართლა იგრძნობდა ემოციებს თქვენთან დაკავშირებით, შეტობა და ბოლოს მიხვდა, რომ გული მეტკინა ყველაფერზე. გული მეტკინა იმაზე, რომ უფრო რთული აღმოჩნდა შენთან ურთიერთობა, წააწყდა საკუთარ თავს და პირისპირ წარსდგა საკუთარ თავთან, მის შიშებთან და ძალიან დაიძაბა. იცი როგორი მომენტია აქ? შენ ხარ მისი სარკე, სადაც ეს ადამიანი იხედება და იმის მაგივრად რომ რამე კარგი დაინახოს, ხედავს თავის უარყოფითს. იმის თქმა კი არ მინდა რომ თქვენ ხართ უარყოფითი, მაგრამ თქვენთან ურთიერთობაში ადამიანი უნდა იყოს ჯანსაღი, მამაკაცური, ან ბოლოს და ბოლოს თქვი როგორც გინდა და ისე იმოქმედე. ხო და ეს ადამიანი ძალიან ურაზროვნად მოქმედებს ურთიერთობაში და ყოველ ჯერზე შენ ახსენებ იმას, რომ აი ამ გოგოსთან, ამ ქალბატონთან მე არ გამომდის ისე ჯანსაღად ურთიერთობა და ვხედავ ჩემს მინუსებს და უფრო კარგად დაინახა თავისთავი მინუსებიდან და დატრიგერებული ამიტომ ამაზე, აი და დარჩა ეს მძაფრი ინტერესი, მაგრამ შენთან არის ძალიან რთული. შემეძლია ვთქვა, რომ შენ სიყვარულის გეშინია, გაქვს თუ არ გაქვს ეს სიყვარული, გეშინია სიყვარულის. იცი რა არის, რაც შეეხება აქ თუ არა აქ ეს სიყვარული, მე ვიტყოდი რომ ძალიან ყველაფერი ნეიტრალურია, არც ის მინდა ვთქვა რომ აქ და არც მინდა ის ვთქვა რომ არა აქ რაღაცა, ესე არის, ხო ნახე როგორ არის. მე ამას ასე აღვიქვაო ერთ მხარეს რომ ანგელოზი გაზი და მეორეზე ეშმაკი. ხო და რო ვერ გაიგოს, ანუ მისი დემონური მხარე, სხვა ურთიერთობებისკენ არის და სხვა ქცევისკენ არის მიდრეკილი და არის სიჯანსაღი. ესე იგი, ამის მთავარი პრობლემა არის, რომ იყოს ურთიერთობაში ჯანსაღი, მაგრამ არ არის ის პიროვნება ჯანსაღი. არ არის ჯანსაღი და ყოველთვის რაღაცას ელოდება და მე გამოვა როგორც ყოველთვის, არ გამოვიდა ისე როგორც მე მინდოდა. ანუ მოლოდინები უფრო მეტი აქვს, მაგრამ ამ მოლოდინებისთვის და ამ სიჯანსაღისთვის თქვენთან ურთიერთობაში და ზოგადად არაფერს არ აკეთებს ეს პიროვნება, ყოველ შემთხვევაში დღეს ასეთი ვითარება. მოდი ვნახოთ, გადავიდეთ აქ. თქვენ როგორ უნდა შეხედოთ ამ ურთიერთობას? თქვენ როგორ უნდა შეხედოთ ამ ურთიერთობას და აქ არის კონკრეტულად. ან უნდა იყო ბედნიერი, ან უნდა იყო ყურებ ჩამოყრილი დაბალ ვიბრაციებში, ენთუზიაზმი არა, ვერ გაიგებ რა გიხარია, რა გწყინ, შეიძლება კი ხვდებოდე ამ ყველაფერს, მაგრამ აქ უნდა იზრუნო რაზე იცი? სხვათა შორის ორივე ხართ ეგოისტები ურთიერთობაში მომთხოვნი და რაღაცა თქვენი კუთხით უყურებთ ყველაფერს და თქვენი მიდგომა გაქვთ, ნორმალურიც არის, მაგრამ აქ არ ემთხვევა თქვენთან, არ ემთხვევა ეს ყველაფერი. ეს თავისჭია ცალკე ახარებს და შენც ასე გამოდის. აქ კონკრეტულად შენ უკვე იცი დარწმუნებული ვარ, მაგრამ თუ არ იცი გეტყვი. ან უნდა იყო ბედნიერი ამის გარეშე, იმიტომ რომ ეს არ გაძლევს ამის საშუალებას, რომ მასთან იყო ბედნიერი. ანუ გადაკეტა ყველაფერი. ხო, ძალით ხო ვერაფერს ვერ იზამ. ამიტომ როგორ უნდა გინდოდეს ბედნიერება, კარგად ყოფნა და დრო მოვიდა, რომ მართლა გაბრწყინდა, გაიხარო და როგორი ამიდიც არ უნდა იყოს, რომ გაიხედაო ქუჩაში, შენი ამიდი არის შენში. რო გახვალ, შენი ამიდი უნდა გქონდეს გულში, სულში და უნდა იყო ესე რომ ვთქვათ, კაშკაშა და ბედნიერი, მაგრამ ამასთან ჩაქრები, თუ არ ხარ უკვე ჩამქრალი. მაგრამ თლად ბოლომდე არ ხარ ჩამქრალი. ამიტომ არ უნდა გინდოდეს ეს ადამიანი და მეც რა მაინტერესებს, აი ესეთი ეფექტური რო ხარ და კარგი რომ ხარ. რატო ვერ იღებს ეს ადამიანი მაინც ბოლომდე მაინც სიამოვნებას, იმიტომ რომ არ ცდილობს რომ გამოსწორდეს. რატო ვერ იღებ შენ ბოლომდე ამ სიამოვნებას, რომ აი გაგიმართლე, იმიტომ რომ სიამაყე, ამდენი, საერთოდ ძალიან კლასიკაა ეს, რომ რაც უფრო ადამიანი აშავებს და რთულ და ცუდ სიტუაციებში აღმოჩნდება იყოს გინდა სამკუთხედა, როგორი უთამოყარეო სიტუაციებშიც არ უნდა გაებას მამაკაცი.
აი მიდი და უთხარი მინუსებზე ეგრევე წამოხდება და მისი ისი ამაყი და შეიძლება ზოგს კაპი კი არ ეგდოს ჯიბეში, მაგრამ სხვის გამო და რაღაცის გამო, რა ვიცი, ისე წარმოაჩინო საკუთარი თავი, ამიტომ ხასიათი, რომ მე ვარ ლიდერი და მე ვარ ესეთი და მიმღებელი და სინამდვილეში მის შინაგანს ვაჩახედო, როგორც ჩანს მაგარი ტიპი, სულაც არ არის ესეთი და აი შენთან ეს გამოაშკარავდა და როცა ადამიანს ესეთი დოზით სიამაყე ამოძრავებს, გადმოაქვს თან ურთიერთობაშიც და შენ კიდე შენთან ურთიერთობა რო ანახებს მის მინუსებს, რა თქმა უნდა, უკვე პრობლემა ხარ. ამიტომ, როგორც არის, ისე არის. ამ შემთხვევაში შემდა დასვა საკუთარ თავთან. დიდი კითხვა და არ უნდა კონდეს მართლა ამბიციური მოლოდინი იმის, რომ არა მე შევცვლი და შეიძლება, იმიტომ რომ ესეთი კარგი ვარ. არა, შენ შეიძლება კარგი იყო, მაგრამ ამასაც კარგი გონია მისი თავი და ამიტომ ასე გამოდის. არც კი ვიცი რა, ისე გადაბლოკა ამა ყველაფერი, არც კი ვიცი ლოგიკურად როგორი კითხვა დავსვა. როგორ უყურებს? მოდი მაშინ რადგან ეს კითხვა იყო, როგორ უყურებს დღევანდელი რეალობიდან, თვითონ ტაროს აზრი გავიგოთ ჩვენ. პროგნოზი ესე ვთქვათ, რა შეიძლება აქედან გამოვიდეს, დავანებოთ თავი მის ქცევებს, აი უბრალოდ პროგნოზი, რა შეიძლება ამ ურთიერთობიდან გამოვიდეს, რა შეიძლება აქედან გამოვიდეს, რა შეიძლება გამოვიდეს აქედან. აქედან გამოდის ის, რომ აქ მთავარი ყველაზე ენახე მე მაინც თქვენსკენ მიჩვენებს ყველაფერს, რომ ამან თავიდანვე გაჩვენა როგორი იყო. აი ეს მგონია, რომ ბევრს არაფერს არ გპირდებოდა, როგორც იყო კოჭებში ეტყობოდა, ახლა მით უმეტეს ეტყობა. შენ ხარ ძალიან კეთილი, ძალიან სავსე ემოციები და მოლოდინებით სავსე და ყოველ ჯერზე შენ რო გული გეტკინოს და გაწყენინოს, თითქოს გიგონება მარტივი არ არის, მაგრამ მარტივია. იმიტომ რომ შენ რა მოლოდინებიც ქონდა, მოლოდინებით არ უნდა იყოს, შენ გაგიცრუდა იმედი, მაგრამ ნუ გააზვიადებ ემოციას და საერთოდ ძალიან მოგინდება ამ ურთიერთობაში, რომ ოღონდ ყველაფერი იყოს კარგად, იმიტომ რომ თვითონ ახე შენ თუ კომუნიკაციას დაამყარებ საკუთარ თავთან და ემოციებთან, ყველაფერი რაღაცნაირად მისი დატრიალდება, ეს ფრაზა მახსენდება, შეცვალე შენი თავი და შენი შეხედულება და ირგვლივ ყველაფერი დალაგდება. რატო ლაგდება, იცი? ჩემი თავიდანაც გამოცდილი, როცა მე პასუხისმგებლობას ვიღებ და მაწუხებს მე ჩემი მდგომარეობა, მე უკვე გარე პრობლემებს ნებისმიერ ადამიანთან ვაიგნორებ, იმიტომ რომ ხვდები, რომ ვერ შველი ან არ მაინტერესებს უკვე ჩარევა. ჩემი ხო მაწუხებს, ხო და ამ ჩემს რო ვამუშავებ ძალიან კარგად. მთელი ჩემი ენერგია ჩემს თავში მაქვს ჩადებული. ხო და რო განიბლოკება, სადაც ვდებ, ანუ პიროვნება იქნება თუ რაშიც იქნება ეს ენერგიები და ჩემი ზედმეტი ფიქრი და შრომა და რესურსი, რაღაცნაირად იმ ადამიანს ეძლევა სრული თავისუფლება და თვითონ ხდება ყველაფერს ბუნებრივად, ანუ შენი შენთან მოდის და რჩება და შენსავსად შველი ამავე დროულად. ამიტომ ასეთი ვითარება. მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი კარგად მოვიდანე თქვენამდე. რა თქმა უნდა, ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.